გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, დაგიმოვიდით დიდი ხნის შემდეგ და დღეს ჩვენ განვიხილავთ Ford Fusions. Ford Fusion-ები გამოვიდა 2006 წლიდან 2020 წლამდე. დღესდღეობით ბევრი იყენებს Ford Fusion-ს სატაქსაოდ, საოჯახოდ და ასე შემდეგ. Fusion-ების სფეროს დაახლოებით 2017-დან 2020 წლამდე მერყეობს საქართველოში გამბაჟებული 7-დან 8,000 დოლარამდე გააჩნია კომპლექტაციას რა. არის პაკეტი, არის ტიტანიუმი და არის ყველაზე დაბალი პაკეტებიც. ტიტანიუმი დაახლოებით 2017 წლიდან 2020 წლამდე ღირს 10-11,000 დოლარი. და პაკეტები დაახლოებით 8-9,000 დოლარი. დავიწყოთ ძრავებით. Ford Fusion-ს აქვს 1.5 ტურბო ძრავები, რომელიც გამომიმუშავებს 150 ცხენის ძალას, რომელიც დიდად არ გამოდგება. არის ტურბო ძრავი და წვითაც ბევრს წოვს. დაახლოებით 10-11 წელს პლუს მინუს. შემდეგ არის 2.0 ტურბო ძრავები, რომელიც გამომიმუშავებს 255 ცხენის ძალას, რომელიც საკმაოდ სწრაფია, მაგრამ საკმაოდ ბევრსაც წოვს. დაახლოებით წვავს 13-დან 14 litrამდე. და გამძლეობითაც ნორმალურია. გვაქვს კიდე 2.0 ჰიბრიდები, რომელიც გამომიმუშავებს 170 ცხენის ძალას, რომელიც ძალიან ეკონომიურია, 4-დან 5 litrამდე წვავს და საკმაოდ გამომდგარია ეს ძრავები. გვაქვს კიდე 2.0 ძრავების ჰიბრიდები, რომელიც გამომიმუშავებს დაახლოებით 180 ცხენის ძალას, წვავს დაახლოებით 4-დან 5 litrამდე. ეს ძრავები საკმაოდ გამომდგარები არის. შეიძლება 200 მილიც გაატარო და პლუსიც გააჩნია როგორ მოვulit მანქანას და გიჩვენოთ რომ იყიდოთ ეს მანქანები 2.0 ჰიბრიდები. გვაქვს კიდე 2.7 ტურბო ძრავები, რომელიც გამომიმუშავებს 330 ცხენის ძალას, ბევრს წოვს ძალიან, დაახლოებით 16 litrამდე. და პლუს კიდე ძალიან იაფი Ford Fusion-ის ნაწილები. აი კაპიკებში დევს ყველგან. აწყობა რომელიც ან ჩამოყვანა ამერიკიდან, გამოწერა ძალიან იაფი აწყობთ Fusion-ს. ჯერ ამის ძრავი ღირს 200 დოლარი, 250 დოლარი ჯერ იმით დავიწყოთ. და დაახლოებით ყველაფრის 300-დან 400 დოლარამდე. წინა ბამპერი როგორც ვიცი 150-დან 200 ლარამდე მერყეობს და უკანა ბამპერი 300 ლარი პლუს მინუს. ანუ ჩათვალეთ კაპიკებს ახარჯებთ მანქანას რა. რაც დიდი პლუსი არის ეს. კიდე 2.7 ტურბო ძრავები, რომელიც ძალიან ბევრს წოვს, დაახლოებით 14-დან 18 litrამდე. და საკმაოდ სწრაფები არის, ძალიან სწრაფები არის სხვათა შორის. გამომიმუშავებს 330 ცხენის ძალას. და გვაქვს კიდე 2.5 ძრავი პროსტროი, რომელიც ძალიან გამომდგარია მოდელებში. და გირჩევთ იყიდოთ და ჩვეულებრივად მიდის ბუნებრივი გაზიც და თხევადი გაზიც. დღეს ადგილას ვისაც უნდა ბიუჯეტური მანქანა იყიდოს, რამე ეკონომიური გირჩევთ Fusion-ი იყიდოთ, რადგან ძალიან გამოგადგება და გასიამოვნებთ. მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.